თქვენ აღნიშნეთ, რომ აი დალევა ბევრი ხილის და ბევრი ბოსტნეულის კარგი არის. ანუ როდესაც წვენს ვაკეთებთ, არა კომპოტს, წვენს როცა ვაკეთებთ, არაფერი არ გვეკარგება? დაკარგვით გარკვეულწილად იკარგება და გეტყვით რატო. ყოველი აი ესეთ დამუშავების შედეგად, მაცერაციის შედეგად რაღაცა მიკრო-მაკრო ელემენტების დაზიანება შეიძლება მოხდეს. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ეს ვაშლები ვიყოთ ესე ნატურალურ სახით და ჩვენმა კუჭმაწლავმა თვითონ მოინელოს ეს პროდუქტი მას როგორ ჭირდება ისე. როდესაც ჩვენ ვაწვით რაღაცა მომზადებულ საკვებ პროდუქტს, აი წვენს თუნდაც და გეტყვით რატომ. აი ჩვენ ხო გვაქვს კუჭის წვენი. კუჭის წვენში როცა ხდება ეს რაღაც საკვებ პროდუქტები, მათი გადამუშავება ხდება, ასე ვთქვათ, მომზადება ხდება იმისთვის, რომ ნაწლავმა მერე შეიწოვოს. როცა ჩვენ ფრეში სახით ვიღებთ აღნიშნულ ნივთიერებას, სითხე კუჭში არ ჩერდება, გადის. და შეიძლება ნაწლავებში ის მომზადებული ისე არ გადავიდეს, როგორც ჭირდება ორგანიზმს შეწოვა მოახდინოს და რაღაც ნივთიერები კი რა თქმა უნდა მივიღებთ რაღაც ნივთიერებს, მაგრამ რაღაცები შეიძლება დაიკარგოს. ამიტომაც თუ ეხა ბავშვი არ ჭამს ხილს, შეგვიძლია რომ ფრეში ჩაუნაცვლოთ, მაგრამ უპირატესობა მაინც თვითონ ნატურალურ პროდუქტს ენიჭება ესეთ შემთხვევაში.